ბათუმის ბულვარის გალავანი იცვლება, ძველი გალავნის დემონტაჟი უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს ახალი მარმარილოს ფილებით კონსტრუქციის მოპირკეთებაც. სამუშაოებისათვის 234,000 ლარია გამოყოფილი. მოქალაქეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შავი ფერის მარმარილოს ფილები ბათუმის ბულვარის ერთიან დიზაინს ამახინჯებს და ძველი გალავანი რეკრეაციულ ზონას ბევრად უფრო შეესაბამებოდა. ბულვარის ადმინისტრაციაში ცვლილების აუცილებლობას ძველი კონსტრუქციის მოვლის სირთულით ხსნიან. ბულვარის დირექტორი გიორგი ზირაგიშვილი განმარტავს, რომ თეთრი ფერის ფილებს ხშირად ესაჭიროებოდა წმინდა ქიმიური ხსნარის დამუშავება კი ფილების დაშლას იწვევდა. პირველ რიგში ძალიან მომწონდა. იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ის ხავსი, რომელსაც ამობენ რომ ძალიან აბინძურებდა და ვერ წმინდავდითო, ძალიან ალამაზებდა ამ ნაგებობას და შემდეგ უკვე თეთრი იყო, ძალიან უხდებოდა ბათუმს, ბულვარს თვითონ. ეხლა გააშავეს, რაღაც გაურკვეველი ფერია, გავს სასაფლაოს სამწუხაროდ. და რავი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი თანხა ჯდება ეს ყველაფერი, სანაცვლოდ იმისა, რომ არ იწმინდებოდა. შეიძლება ეს თანხა მარტივად გადანაწილებულიყო და გაეწმინათ ამ თანხის სანაცვლოდ. თვითონ ის მასალა, რითაც იყო შეფუთული აღნიშნული გამყოფის ზოლი, ამორტიზირებული იყო. მისი მოვლა გართულდა, გვიწევდა რეცხვა, სხვადასხვა ქიმიური საშუალებები და ამ რეცხვის პროცესში ქვა თვითონ იშლებოდა რა, ესე ვთქვათ რა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შეგვეცვალა უფრო ახალი ქვით, ეს არის გრანიტის ფილა.